ქვეყანაში მიმდინარე პროტესტის მონაწილეები კიდევ ერთ აქციამ მსვლელობას აანონსებენ. ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები, აქტივისტები, სტუდენტები, სინდისის პატიმართა ოჯახები მოქალაქეებს შაბათს 7 საათზე ელოდებიან თესოუს პირველი კორპუსის ეზოში. შემდეგ კი უკვე მარშით გადაინაცვლებენ პარლამენტისაკენ. დემონსტრაცია დაგეგმილია ბათუმშიც. ამ აქციაზე და ზოგადად საპროტესტო მუხზე საუბარს ვიწყებთ საზოგადოებრივი მოძრაობა ფარის დამფუძნებელთან გიორგი თავდგირიძესთან. ბატონო გიორგი, მოგესალმებით, მადლობა რომ მოხვედით ჩვენთან სტუდიაში. დავიწყოთ ამ აქციის მთავარი გზავნილით, ის რომ პროცესი, რომელსაც ოცნება უწოდებს თვითმმართველობის არჩევნებს, არის რუსული თამაში, რუსული პროექტი. თქვენი აზრით, მოქალაქეების რა რაოდენობას აქვს ეს გაცნობიერებული? ანუ რამდენი ადამიანის სახელით საუბრობთ, მიუხედავად იმისა, რამდენი მოვა შაბათს აქციაზე, ხო? მოგესალმებით, მიესალმებით ჩვენ მაყურებელს. მოგეთ ჩვენ გარკვეული სიცხადე უნდა შემოვიტანოთ საკითხში. ანუ გარკვეული შეცდომები და ეს მთლად ოპოზიციური პარტიების შეცდომები არ არის, ინერცია მოიტანა. ჯერ კიდევ ჩვენ ოცნებას უყურებთ როგორც პოლიტიკურ ძალას. მის წინამდე განხორციელებულ სანქციებს, ტერმინოლოგიით, რომლითაც აღვწერთ რაღაც მოვლენებს ქვეყნის შიგნით ან ქვეყნის გარეთ, ეს ამ ყველაფერში იგრძნობა, რომ ჩვენ მაინც ოცნებას რაღაც ქართულ პოლიტიკურ ძალად აღვიქვამთ, ცუდ პოლიტიკურ ძალად, მაგრამ მაინც პოლიტიკურ ძალად. ამ დროს ჩვენ ცხადად უნდა წარმოვიდგინოთ, რომ არანაირ საერთო პოლიტიკასთან ოცნებას არ აქვს. ეს არის რუსული რეჟიმი, პირდაპირ მიბმულია, გადაბმულია ოცნება რუსეთის სურვილებთან და პირდაპირ იმართება რუსეთის დირექტივებით. ეს არ არის რაღაცა მეტაფორული შეფასებები, ეს არის ობიექტური რეალობა. და ამ ობიექტური რეალობის სწორი აღქმა დაგვეხმარება ჩვენ სწორქმედებებში და ეფექტურ წინააღმდეგობის გაწევაში. ანუ ეხლა ნელ-ნელა ახსნათ რაზეა საუბარი. ის რომ საქართველო არ იყო დამოუკიდებელი, საბჭოთა კავშირის საბჭოთა რესპუბლიკა რო ვიყავით, საქართველოს უმეტესმა მოქალაქემ ეს იცოდა. უბრალოდ ძალა არ შეწევდა ამისთვის წინააღმდეგობა გაეწია, ამაზე არ მიდიოდა საუბარი. ის რომ საქართველოს ბევრი მოქალაქე არ საუბრობს ამაზე, შეიძლება ესე ხიად აღკარგოთ, ეს არ ნიშნავს, რომ მათ ვერ წარმოუდგენიათ თუ რა საფრთხის წინაშე ვართ. ანუ ეხა ჩვენ იზოლაციაში ვერ აღმოჩნდებით. ანუ ოცნების საქართველო იზოლაციაში არ აღმოჩნდება. ანუ იზოლაციაში ჩვენ აღმოჩნდებოდით იმ შემთხვევაში, თუ არც რუსეთი, არც ევროპა, ხო? ჩვენ ამ დროს რეალობაში ოცნების პოლიტიკის შედეგად, რომელსაც ის აწარმოებდა, როცა ჯერ კიდევ манипуლირებდა, ჯერ კიდევ არჩევნებში იღებდა მონაწილეობა, ჯერ კიდევ რაღაც ევროლიბერალიზაციის იყო დაინტერესებული, რაღაც ევროპას უსმენდა, დიალოგი იყო ვენეციის კომისიის დასკვნის თვალისწინებდა და მაშინ რაღაც მაინც მანეროსის ახორციელებდა. მაგრამ 2024 წლის თებერვლიდან მან ეს შეწყვიტა ყველაფერი, ინერციით მოყვება და 2024 წელს საბოლოოდ ჩამოიხსნა ნიღაბი და ის იქცა პირდაპირ პროქსი რუსულ ძალად და შესაბამისად, როდესაც ლაპარაკია თუნდაც იმ დღეს კობახიძის განცხადება, რომ ომი თუ ვიზა ლიბერალიზაცია, ჩვენ როგორც ანუ ოცნებამ უпроსწორად საქართველოს სახელით თანხმობა მისცა რუსეთს, რომ ჩვენ ვიქნებით პროქსი ძალა და ჩართული ვიქნებით პროქსი ომში ევროპის და ამერიკის შეერთებული შტატების წინაშე. იმიტომ რომ ეს რატომ უნდა წარმოვიდგინოთ? იცით, ჩვენთან რატომღაც გონია, რომ ანტიპროპაგანდა ეს არის კობახიძე რას იტყვის იმის საწინააღმდეგო ნარატივებზე დაჯდომა. ესე არ არის. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რას ამბობს რუსეთი. ანუ რუსეთი განიხილავს ევროპას როგორც სამხედრო მოწინააღმდეგეს. გარკვეულ მანევრს რუსული პროპაგანდა ახორციელებს, მაგრამ რეალობაში რუსული პროპაგანდა პირდაპირ აღიქვამს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები და რუსეთი არის მისი სამხედრო მოწინააღმდეგე და ადრე თუ გვიან ომი მოუწევს მას ევროპასთან. შესაბამისად, საქართველოს, ანუ ოცნების საქართველო ემზადება ომისთვის, ანუ ფიზიკური ომისთვის რუსეთის წინააღმდეგ. უბრალოდ ქართული პროპაგანდა, ისე როგორც რუსული პროპაგანდა სხვა ამოცანები აქვს, მაგრამ ქართული პროპაგანდა ჯერჯერობით საქართველოს მოსახლეობას უმალავს, რომ ჩვენ ომში ვართ ჩართული ევროპის წინააღმდეგ და უბრალოდ ამ ომის ფიცხელი ფაზა ჯერჯერობით საქართველომდე არ მოსულა, იმიტომ რომ ჯერ ცხელი ფაზა კონცენტრირდება და ლოკალიზებულია უკრაინა-რუსეთის ომში და როდის გამოვა საზღვარს კაცშულმა არ იცის, მაგრამ ჩვენ ვიქნებით ევროპული და ამერიკული რაკეტების სამიზნეები, იმიტომ რომ ჩვენი პოლიტიკური არჩევანი
ჯერჯერობით არის ესე ჩანს, ხო? ამიტომ არის ჩვენ უნდა შევხედოთ და შევაფასოთ ოცნება როგორც რუსული ძალა, უნდა ვიბრძოლოთ რეჟიმის ჩამოსაშლელად და როცა პარტიის წარმომადგენლები აქ საუბრობენ და მათ შეცდომებზე კიდე ერთ რაღაცას ვიტყვი, საუბრობენ იმასთან დაკავშირებით, რომ რაღაცა პროტესტის ფორმები უნდა გამონახოთ, ეს არის ზუსტად მავნებლობა და შეცდომა. პროტესტის დრო დაამთავრდა, რაღაც დროის პროტესტის დროა, ეხლა არის ბრძოლის დრო. ჩვენ დამოუკიდებლობისთვის უნდა ვიბრძოლოთ. ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ, რომ რეჟიმი, რუსული რეჟიმი, რომელიც არსებობს და რომელმაც ამ ომში ჩაგვითრია, მას გამოგვიჯოთ საქართველოს აქ ხორციელდებოდეს აღდგეს პოლიტიკური პროცესები და ხალხმა მიიღოს გაწყვეტილება უნდა მას ომი ევროპასთან და ამერიკასთან თუ არ უნდა ირანის მოკავშირეობა თუ არ უნდა ირანის მოკავშირეობა საკითხი ესე დგას ამიტომ მავნებლური დამოკიდებულება თუნდაც არჩევნებში მონაწილეობა ან არჩევნების წინამდებ მოქმედება ესეც არასწორი ფორმულირება რა შოშია საერთოდ არჩევნები საბჭოთა საქართველოში სტარდებოდა მაგრამ მოდი აბა თქვა ხა საბჭოთა საქართველო იყო დამოუკიდებელი ან ის განსაზღვრავდა საერთოდ ცივ თუ ცხელ ომში ფარდის რომელ მხარეს იქნებოდა. არ განსაზღვრავდა. ეს არჩევნებიც იყო ფარსი, ეგრეთ წოდებული, აქ ჭირდებოდა იმდროინდელ რეჟიმს თავისი გარკვეული რუტინისთვის და ეხლანდელი არჩევნებიც ეს არის რუსული არჩევნები. ამიტომ ეს არჩევნები საქართველოში არ უნდა გაიმართოს საერთოდ. ანუ აქ საუბარი უნდა იყოს პირველი პრიორიტეტი ბოროტება საიდან მოდის. ბოროტება მოდის რუსეთიდან, ოღონდ რუსეთს აქ სხვა გრავიტაციის ცენტრი გარდა ოცნებისა არ ყავს, ეს არის ამარცხებ ოცნებას, ამარცხებ რუსეთს. აღარაფერს აღარ ვამბობ, დიდი თემაა, რომ ჩვენ იმისთვის რომ რუსეთი დავამარცხოთ საქართველოში და ოცნება გამოდენოთ და გავყაროთ საქართველოს და ამისთვის რეგიონში მიმდინარეობს ძალიან ხელსაყრელი პროცესები, რომელიც ხელს გვიწყობს რომ ამაში ვიყოთ წარმატებულები. რაც შეეხება ასევე მნიშვნელოვანია ანუ იმ შეცდომაზე საუბრობდით იმის გამო რომ თუ ამ რეალობას ესე აღიქვანთ პოლიტიკური პარტიების ადგილი აღარ რჩება იდეაში რა იმიტომ რომ მათ მაშინ ფორმა უნდა შეცვალონ თავიანთი აქტივობა ანუ პოლიტიკური პროდუქტების შექმნა კი არა ისინი ბრძოლაში საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში უნდა ჩაერთონ და ეს არის მათი შეცდომა რომ ისინი კვლავ აგრძელებდნენ გარკვეულად ინერციით ევროპის დარწმუნებას იმაში რომ საქართველოში პოლიტიკური პროცესები მიდის იმიტომ ახოლმე ხანდახან ზღაპრებს რო გვიყვებიან რომ ევროპელი პარლამენტარები ჩვენ გვეუბნებიან რომ არჩევნებში თითქოს უნდა მივიღოთ მონაწილეობა. ამას ვერ იტყვის, იმიტომ რომ ევროპელი, რომელმაც კარგად იცის ევროპელი პოლიტიკოსები ომის და მშვიდობის პრობლემატიკა, მათ ზუსტად იციან, რომ საქართველოში, რომელიც ეხა რუსეთის ხელში არის, წარმოუდგენელი არჩევნები. და ჩვენ როცა ვამბობთ, რომ რაში უნდა დაგვეხმაროს ევროპა, იმ სანქციებს, რომელიც არსებობს, ამას უნდა უყურებდეთ, როგორც დაარტყმას ოცნების ლიდერების წინააღმდეგ და არა როგორც ზეწოლას ოცნებას, იმიტომ ოცნება ვერ გამოსწორდება, არ გამოსწორდება, იმიტომ რომ ეს არის პოლიტიკა, რომელიც რუსეთმა უბრძანა. ის რომ ეხა ევროლიბერალიზაციას პრობლემა შეექმნა და უვიზო მიმოსვლას გაგვიუქმებენ, ეს არის მიზანმიმართული პოლიტიკის შედეგი და არა რაღაცა ცუდად იქცეოდა ოცნება და ამიტომ გაგვიუქმებენ. არა, ეს არის ოცნების მიზანმიმართული პოლიტიკა, ეს არის ის ესე ვთქვათ ერთგულების რაღაც ფიცი თუ რიტუალი, რომლითაც ის რუსეთს უმტკიცებს თავის ერთგულებას. ანუ ბატონ გიორგი, როდესაც საუბრობთ აი ბრძოლის მეთოდებზე, მათ შორის გულისხმობთ საინფორმაციო კამპანიის გააქტიურებასაც, ანუ მხოლოდ რეაგირების რეჟიმში ყოფნაზე კი არა, რომ თქვა ოცნებამ რაღაც დეზინფორმაცია თქვა და ახლა მე მას უნდა უპასუხო, რომ თქვენ შექმნათ ალტერნატიული დღის წესრიგი და ასე ვთქვათ დაუპირისპირდეთ აი ამ ნარატივებს, რასაც ოცნება ავრცელებს. ერთობა როგორც ასეთი ამისთვის ემზადება და რაღაც ინსტრუმენტი თავის ინსტრუმენტებს გაამრავალფეროვნებს სექტემბრისთვის, უბრალოდ ყველაფერს დრო ჭირდება, იმიტომ რომ ამ ყველაფერს უზარმაზარი შრომა ჭირდება ამ ბრძოლის საწარმოებლად. ხო, უბრალოდ მე როცა ვსაუბრობ პოლიტიკოსებთან და მათ შორის ტელევიზიის ეთერით, ზუსტად მათაც ამ ტიპის მზადება უნდა გაიარონ, დაივიწყონ მათ, რომ მოწოდებით, პროტესტით, რაღაცა ისა რა ქვია ევროპაში ჩივილით იმასთან დაკავშირებით რაც უდად იქცევა ოცნება, ამით არაფერი არ შესვლა. ფიზიკურად უნდა ვაიძულოთ ხელისუფლება, de facto ხელისუფლება, რეჟიმი, რომ მან შეწყვიტოს ფუნქციონირება. და ამას ეს შეიძლება მშვიდობიანი გზით და ამ ტიპის რეჟიმების, რომელიც ბოლომდე არ არის კონსოლიდირებული და ბმა, რომელიც რუსეთთან ფიზიკურად ძალიან მყიფია, ამ ბმის ჩაჭრა ძალიან ადვილია, თუნდაც ხავერდოვანი რევოლუციის
გზით. და ჩვენ არ უნდა მოგვერიდოს ამაზე საუბარი, უნდა ვისაუბროთ სამშობლო მიაკ კობახიძეს და ბიძინა ივანიშვილს, ჩვენ მე-15 საუკუნის შემდეგ რაც ბიზანტია აღარ არსებობს, მთელი ის უბედურება რაც გჭირს, იმიტომ გჭირს, რომ ვიყავით იზოლაცია ევროპიდან, ევროპასა და ჩვენ შორის არ იყო ფანჯარა. და ამ ფანჯრის მოპოვებას თაობები შეეწირა და ეხლა ვიღაც გაიძვერა გარეწარი კობახიძე, დინარაძე და ასევე ყველაზე უფრო გარეწარი ივანიშვილი, აი ამ თაობების ბრძოლას წყალში ყრის. და არაფრით ამ ინერციით სარგებლობს, ეხლა სარგებლობს იმით, რომ რაღაც დიდი გაუგებრობა შექმნა, დაიხმარა საინფორმაციო ომის ხერხები და ილეთები და რესურსები რუსეთის და ეხლა ამ ყველაფერს გვაკარგლებს. აქ ვიზებზე კი არ არის ლაპარაკი. აქ ლაპარაკია, რომ ჩვენსა და ევროპას შორის არა მარტო ესე რომ ვთქვათ ფანჯარა კი არ დაიხურა, არამედ მტრულ ბანაკში აღმოჩნდით. ეხლა ჩვენ წარმოიდგინეთ იმ დროიდან მონგოლების მოკავშირეები ვართ ევროპის წინააღმდეგ. და ეხლა ამას აკეთებს ბიძინა ივანიშვილი და ამაზე უნდა შევეგუოთ. და ჩვენ ამას უყურებთ თითქოს რაღაც პოლიტიკური ხარვეზია დემოკრატიაში. დემოკრატიაში ხარვეზია, არაფერი მნიშვნელობა არ აქვს. აქ ლაპარაკია, რომ სხვა სამხედრო ბანაკში აღმოჩნდით. უბრალოდ ჩვენ ეხლა თქვენ აქციაზე საუბრობთ. ეს აქციები მხოლოდ ესეთ რო ვთქვათ შეხსენებაა ადამიანების, მაგრამ მნიშვნელოვანი შეხსენება. ხო, ჩვენ რო ვაპროტესტებთ, რომ არ უწყვიტავთ ამ პროტესტს, მაგრამ ძირითადი ბრძოლები იქნება სექტემბერში, როცა კიდევ უფრო მოჭერას შეეცდება ოცნება, იმიტომ რომ საქართველოს ლოიალობა რუსეთის მიმართ უნდა იყოს ესე ვთქვათ 100%-იანი. აქ ყველაფერი უნდა გაანადგუროს. პარტიები, არასამთავრობოები, თავისუფალი პრესა, ტელევიზიები, მან უნდა მოასწოროს ყველაფერი იმის, რომ სექტემბერ-ოქტომბერში უკვე რუსეთს როცა დაჭირდება საქართველოს როგორც ერთგული მოკავშირე მზად იყოს აქ ყოველგვარი პროტესტის გარშემო. მოქალაქეებს აქვთ გაცნობიერებული ეს რისკი. ახლა მაგალითად სამოქალაქო საზოგადოება ახსენეთ იგივე მედია. მაინც ჩდება ასეთი განცდა, რომ ნუ მე არ მეხება ახლა მესამე სექტორი იქნება თუ არა, კრიტიკული მედია, სადღაც გავეცნობი, აი როდესაც რაღაც მედიას პრობლემები ექმნება ხოლმე, იქ ალბათ ხშირად უფრო ტროლები და ბოტები, მაგრამ წერენ ხოლმე რაღაც დავისვენებთ და აღარ მოვისმენთ ამდენ ნეგატიური ინფორმაციას. ანუ მოქალაქეებს თუ აქვთ გაცნობიერებული, რამდენად რეალურია საფრთხე, რომლის წინაშეც ქვეყანა დგას. არა, ცოტა სამწუხაროდ უჭირთ, იმიტომ რომ ეს რეალობა ახალდამდგარი რეალობაა და დიდია ინერცია. ამიტომ ეხლა ამ საინფორმაციო ომში ერთობა არ უნდა დარჩეს მარტო პოლიტიკურმა პარტიებმა დროზე უნდა გავსწოროს. ისინი როგორც კი ოცნებას ჩამოშლით, ისინი მოასწრებენ საარჩევნო კამპანიის ჩატარებას, თავისი ძალების აღდგენას და პოლიტიკური ცხოვრების დაალაგებასაც. მათ უნდა გაითვალისწინონ, რომ ეხლა კონკურენციის და რაღაცა ხო სულ ვატყობთ და ხედავთ, ხო? მიუხედავად იმისა, ესეთ გაუბედურებულ სიტუაციაში არიან, ერთმანეთზე რაღაც ეს ფეხის დადებია არ ეზარებათ ხოლმე. ამ დროს ამის დრო არ არის, ეხლა არ არიან ისინი პოლიტიკური კონკურენტები, იმიტომ რომ პოლიტიკა არ არსებობს საქართველოში და სექტემბერში საერთოდ ყველა პროცესი მოხდება. საინფორმაციო ველიც კი სტერილური გახდება თუ მიუშვებთ და არ გაუწევთ წინამდებობას. ამიტომ რისი თქმა მინდოდა თქვენი კითხვის საპასუხოდ ტელევიზიების როლი ძალიან დიდია ამაში, რომ ეს საინფორმაციო კამპანია ზუსტად ამ მიმართულებით მიდიოდეს, რომ ჩვენ ვიბრძვით დამოუკიდებლობის, ჩვენ არ ვიბრძვით არჩევნებში და არჩევნების ჩასანიშნად. რა სისულელია, ვინ უნდა ჩანიშნოს არჩევნები, ახლა მონგოლებმა, იმან რა ქვია, რუსებმა უნდა ჩანიშნონ საქართველოს არჩევნები და იმ არჩევნებში რაიმე ტიპის სხვა შედეგი დადგება გარდა მათი გამარჯვებისა. ეს ხო სისულელია, ამიტომ არანაირ არჩევნებს არ ვითხოვთ. არანაირ პოლიტპატიმრების გამოშვებას არ ვითხოვთ ოცნებისგან. ანუ ჩვენ მოვალთ, ოცნებას გავყრით და პოლიტპატიმრებსაც გავანთავისუფლებთ და არჩევნები ჩაინიშნება. ოღონდ ოცნება არ ჩანიშნავს და გაანთავისუფლებს. იმიტომ რომ ისინი ამას არც გააკეთებენ, იმიტომ რომ მათ სხვა დირექტივა აქვს. ამიტომ თუ ამ რეალობას ამ კუთხით შევხედავთ, ჩვენ გადავალთ ომის რეჟიმში, ხო? აი გინდათ, არ გინდათ, ესეთი თემა, არ გვინდა ხავერდოვანი ომი, არ გვინდა პროტესტით ომი, არ გვინდა დემოკრატიისთვის ბრძოლა მშვიდობიანი მეთოდებით. მივიღებთ სისხლიან ომს. როდესაც აი აქ გაიმართება ზუსტად ფლანგი ვართ, აქტიური ფლანგი ვართ, ყველაზე მოწყვლადი ფლანგი ვართ რუსეთისთვის და პირველი მსოფლიო ომის ისტორია ვინც იცის და მეორე მსოფლიო ომის ისტორია, ეს ომები იწყებოდა ესეთი კონფლიქტებით. და ამას მოყვებოდა ათეულობით და ასეულობით მილიონი ადამიანი მსხვერპლი.
და ამისთვის წირავს ივანიშვილი საქართველოს პროქსი ომისთვის, რეალური ომისთვის და არა ის ყადაღებული საარჩევნოდ როცა ომი გინდა ეს ნარატივი გამოიტანა. ხუმრობის დრო დასრულდა ესე არ იქნება. ჩვენ ქართველები ძალიან უყვარვართ ევროპას, ევროპელებს და ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორობა ეს არ არის მხოლოდ რაღაც ქახალზე დაწერილი, ეს ორ დიდ მისიაში ავღანეთში და ერაყში ქართველი და ამერიკელი ჯარისკაცები ერთად ბრძოლით იწერებოდა ეს ისტორია, მაგრამ მიუხედავად ამისა თუ ჩვენ აღმოჩნდებით მტრის ბანაკში, ხო, რაკეტა ვერ ასხავებს ახლა ვინ ქართველია და ვინ რუსი. ტერიტორია რომელიც მტრული ტერიტორია ერთნაირად ფეთქდება ეს რაკეტები. და ჩვენ როცა შეგვეძლო ეს ყოფილიყო მშვიდობიანი სტაბილური რეგიონი, ოცნება მოახერხა რომ ამ რეგიონს ითრებს ომში, იმიტომ რომ ამ რეგიონში არსებული დე ფაქტო მიტაცებული ხელისუფლება არის რუსული რეჟიმის ხელში, რუსული ძალის ხელში. კეთილი. ძალიან დიდი მადლობა გიორგი თავდგერიძე პასუხობდა კომენტარის კითხვებს.